გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, რომელიც სათაურია რაც საქართველოს რკინიგზაში არსებული კორუფციის არნახულ მასშტაბებზე ვთქვი, ყველაფერი დადასტურდა. სათაური ამ დოკუმენტს აქვს საქართველოში ხელისუფლება რკინიგზაში გამდიდრებულ ხალხს უჭირავს. ვადასტურებ ამას, არ არის აუცილებელი რომ რკინიგზაში მუშაობდნენ, თუმცა ძალიან ბევრი, რომელიც რკინიგზაში გამდიდრდა, რკინიგზით გამდიდრდა, ან რკინიგზიდან მიღებული ქრთამებით გამდიდრდა, დღეს ძალიან მაღალ პოსტებზე არიან. მე არ ვთვლი რომ ის რაც რკინიგზაში ხდება ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ერთი ესე იგი მაფიოზური კლანი იცვლება მეორე მაფიოზური კლანით და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით ბრძოლა რომელიც ძალიან გამეფდა ქვეყანაში. ბიძინა ევანიშვილი, შევარდნაძის, სააკაშვილისა და მის მიერვე შექმნილი მაფიოზების ტყვეობაშია. ვერ გვარღვია შევარდნაძე მაფიოზური რკალი და ვიცით როგორ დარჩა მისი პრეზიდენტობა. საქართველოს ისტორიაში ვერ გაარღვიეს მიხეილ სააკაშვილმა და ვხედავთ სადაც არის. მე ვამბობ რომ უარესი ელოდება ბიძინა ევანიშვილის თუ ამ რკალს ვერ გაარღვევს. დასკვნა იმის თაობაზე რომ ხელისუფლებებს აწყობთ კორუმპირებულები, ხელოვნურად ხდიან ადამიანებს კორუმპირებულს, რადგან სისტემაა კორუმპირებული, რათა მუდმივად პირში ჩაგუბებული ყავდეთ. და რამდენიმე ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, რომელიც დღეს ხელისუფლებას თავგამოდებით აკებს, და არა მარტო ჟურნალისტი, ექსპერტი და ბევრი სხვა ვინმე აკებს, ბიძინა ევანიშვილს აგინდებდა, მაგრამ მისცეს ფული და არეგეს და 1200 კონვერტი, რომელიც დილივაჩვილთან, ნინოაშვილის ნათესავის ბინაში იპოვეს, იმ ადამიანებთან სწორედ არ აქვეყნებენ ამ სიას, რადგან ეს ადამიანები მონებად აქციეს. დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა ძალიან კარგი მასალა ექსპერტთა დასკვნა, რომელიც სამინისტროში გაიგზავნა ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება. ჩვენი პოზიცია არის ჯანსაღი პროდუქტები, რომ საქართველოში მოწეულ პროდუქტებს უნდა ვიყენებდეთ. წერილის ავტორი სამინისტროს ხელმძღვანელობას თხოვს იმას, რომ ეს მოხსენება მოწმენელი უნდა იქნას სამეცნიერო მეთოდოლოგიური სექციის სხდომაზე. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა წლებია ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ, რომ ესეთ შეფასება გაკეთებულიყო და ძალიან მახარებს რომ ეს მოხდა. მე რომ ჩვენ ძალიან დიდ კონტაქტებში ვართ პროფესიონალებთან, სპეციალისტებთან ჩრდილოეთ კავკასიაში, ორ დიდ პიროვნებასთან, ერთი არის ჩეჩნეთიდან, რომელიც ამერიკაში მუშაობს, წარმატებული ექიმია ამერიკაში და მეორე პიროვნება, რომელიც თვითმფრინავების სისტემაში მუშაობს და მისი კომპანია ათეულში შედის, ვინც თვითმფრინავებს აწარმოებს, მაგამედ მაგამედოვი, მეცნიერების დოქტორი. ეს ადამიანი ძალიან დაინტერესებულია, მე აქტიურად მუშაობ ამ ხალხთან და სასწაულად კარგი შედეგებისკენ მიდის ყველაფერი ეს და მახარებს რომ აი კავკასიაში ასეთი განწყობებია. დიდი მადლობა ყველას, ვინც მე-19 საუკუნის ქართულ ძეგლთან დაკავშირებით გვეხმარება, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ნუ ასევე ვაპირებთ რომ ჩვენი ახალი პატრიარქის მეშვეობით, სწორედ ეს პრინციპები აი ეს ამ ეკლესიასთან დაკავშირებით ბევრი რამ განვავითაროთ. ერთი რაც მინდა ვთქვა რომ აი ამ ტყუილებით ცხოვრება გრძელდება ასეთი სატელევიზიო სისტემის პირობებში ჩვენ ადამიანებს სიბნელეში ვაცხოვრებთ. ბატონებო, მსგავსი სიძულვილის ენით საუბარი მე არც ვიცი, ეხლა ფორმები იცვლება იმ კანონების შესაბამისად, რომელიც მიიღეს, ეს აბსურდული კანონებია. მარტივი რამ არის გასაკეთებელი, თუ ვინმეზე რამეს დაწერენ, მან თვითონ უნდა იჩივლოს სასამართლოში და თუ არ იჩივლებს, ხელისუფლება მას თანამდებობიდან უნდა უშვებდეს. ესაა სამართლებრივი გზა, არა რომელიღაც ჯგუფი წვეთდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფა მოაყენეს და მან ჯარიმა გადაიხადოს. საერთოდ შემოვიარე მსოფლიო, ჯარიმების ასეთი მოცულობა არსად არ არის. ვფიქრობ, რომ ეს ჯარიმების ქვეყანა გამოვიდა და ჯარიმების ბიუჯეტი. აი რატომ არ უნდათ ევროპა? აბა ევროპაში 30 და 40 წელი თანამდებობაზე იყო და ამბობდა, რომ ეს არჩევნები ხომ მოვიგებ, მომდენოსაც მე მოვიგებ, იმასაც მე მოვიგებ, სულ მე ვიქნები ხელისუფლებაშიო. ესეთი რამ ევროპისთვის მიუღებელია. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ხელისუფალი, რომელიც მის სკამზე ზის, რომ 100 კაცი როგორც მინიმუმ იძებნება, რომელიც რამდენჯერმე მეც გააკეთებს ვიდრე ის პიროვნება, დღეს ვიდრე თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრია იგი, მინისტრია, გუბერნატორია, გამგებელია თუ სხვა თანამდებობა უჭირავს. აი დღევანდელი საქართველო. ეს სისტემა არის შესაძლებელი. ძალიან კარგი ლოზუნგი შეთავაზეს ეგრეთ წოდებულმა იმიჯმეიკერებმა საქართველოს ხელისუფლებას, აბა ომი გინდათ? ომი საქართველოში არავის არ უნდა. უფრო მეტად ხელისუფლებებს აწყობთ ამაზე საუბარი. არავის
საქართველოში არც ქვეყნის გარეთ და არ სერიოზულ მოაზროვნე ადამიანს ქვეყანაში ომი არ უნდა, არც იქნება, ეს არის გამოგონილი, მაგრამ გამოგონილი იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ თანამდებობები და ამიტომ რაღაც ხელოვნური რამეებით აშინებენ და ატყუებენ ხალხს. ბოროტებაზე სიყვარულით გამარჯვებაა დღეს მთავარი და არა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ბოროტებით. სწორედ ამიტომ ვამბობ, სიძრულის კენჭი რომ ესროლოთ, სიყვარულის ლოცს დაგახვედრებთ და ამ განწყობით მაქვს რამდენიმე შემოთავაზება. ყველას ვისაც ჩემგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ან აქვს რაიმე არგუმენტირებული ფაქტი, ვიწვევ პირდაპირ ეთერში მინიმუმ 5 თანამოაზრესთან ერთად, აუცილებელი პირობებია ხუთივე ოპონენტის თანამოაზრე იყოს და შეტყობინება მინიმუმ 2 თვით ადრე მაინც მივიღო. მინიმუმ 5 კაციან ჯგუფს, რომელიც სამი წევრი არის მეცნიერი და აქვთ მეცნიერთა კონგრესისგან განსხვავებული პოზიცია, გაუწევ რეკომენდაციას საბჭოს წინაშე, რომ გქონდეს საავტორო გადაცემა ქართულ ტივიზე. მეცნიერთა ყოველ ჯგუფს, რომელსაც აქვს კონკრეტული პროგრამა, პირადად გაუწევ რეკომენდაციას, რომ მისი განხილვა შედგეს კონგრესის გაფართოებულ სხდომაზე. შესაძლებლად თვლის სპეციალურ ღია შეხვედრას ქუთაისში, ანუ ჩემი ოპონენტის ქალაქში. ასეთი შეხვედრა შეიძლება იყოს ღია, თავისუფალი დასრებით, ან დახურული. დამსწრეთა შემადგენლობას ჩემი ოპონენტი აყალიბებს. და თქვენ რო არ იფიქროთ იმაზე, რომ დარბაზი მე შევკრიბეთ, თქვენ მოიყვანეთ ვინც გინდათ. აი, როგორც გითხარით, ვიქნებოდი ბედნიერი თუ ამას ყველა პოლიტიკოსი გააკეთებს. ტელევიზია ქართულ ტივზე ყოველ სამუშაო დღეს 17 და 22 საათამდე ნებისმიერი პიროვნება შეუძლია მოვიდეს 2 წუთის ფარგლებში დასვას კითხვა ან გააკეთოს კომენტარი. ქართულ ტივზე მეცნიერთა კონგრესის დროში იქნება პირდაპირ სატელეფონო კონტაქტის საშუალება მეცნიერთა კონგრესის წევრებთან და უახლოეს პერიოდში მეცნიერთა კონგრესი იწყებს გასვლებს რეგიონებში კონკრეტული პროგრამების განხილვის მიზნით. ეს განვიგი წინასწარ გამოქვეყნდება ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალას და დაინტერესებულ ჯგუფებს თავაზობთ, რომ წავიდეთ ერთად და ცოცხლად მოპაექრე პიროვნებები, მათ წინ ხალხის წინაშე მოპაექრე პიროვნებები დაინახოს თვითონ ხალხმა. ჩვენ ერთგული ვართ ამატლის 8 თებერვალს დავითობას გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული გადაწყვეტილებების. ქვეყნისთვის პრინციპულია იმის შესრულება, რითაც გელათის კონგრესმა მიმართა ხელისუფლებას. სიყალბეში ცხოვრება უნდა დასრულდეს და დასრულდება კორუფციაც. გვეყოლება ხალხის მსახური ხელისუფლება და არც ისე დიდი დრო სჭირდება იმას, რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. არჩევანი ყველამ უნდა გავაკეთოთ. ვრჩებით ხალხთან თუ საკუთარ თავზე შეყვარებულ თვითკმაყოფილ და გაბოროტებულ ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან. არც ერთი ფიზიკური ტანკი, საბრძოლო ტანკი არ არის საშიში, საშიშია პოლიტიკური ტანკი. საშიშია პოლიტიკური ტანკი, რომელსაც მოქმედებაში მოყავს სწორედ ის იარაღი, რომლითაც ხოცავთ ერთმანეთს. ტრაგედია, რომ პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის ყველა მართველი პოლიტიკური პარტია საქართველოს წინააღმდეგ მომართულ პოლიტიკურ ტანკად იქცა. პოლიტიკური ტანკის დროს დიდარი კიდევ უფრო დიდრდება და ღარიბი კიდევ უფრო გადაგდება. დიახ, საშიშია პოლიტიკური ტანკი. ომებში სახელმწიფოები ერთმანეთს იარაღი და ტანკებით ებრძვიან. პოლიტიკურ ტანკს ამარცხებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას აძლევს გონებით და სინდისით. ვინც ხმას ყიდის, ის პოლიტიკურ ტანკში ზის. ვინც ხმას ყიდულობს, ის პოლიტიკური ტანკის არმართველია და ქვეყანას გვიყიდის. არჩევანი ადვილია, ან ჩაჯდე პოლიტიკურ ტანკში და გწამდეს და გჯეროდეს შენი სწორი გადაწყვეტილებით ქვეყანას ათავისუფლებ პოლიტიკური ტანკისგან და ადამიანსაც და ქვეყანასაც აძლევ თავისუფლებას. ვიმეორებ, ან და ჩაჯდე პოლიტიკურ ტანკში, ან და გწამდეს და გჯეროდეს შენი სწორი გადაწყვეტილებით ქვეყანას ათავისუფლებ პოლიტიკური ტანკისგან და ადამიანსაც და ქვეყანასაც აძლევ თავისუფლებას. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, საკუთარი სიცოცხლის ფასად სიცოცხლით გაგვათავისუფლა უფალმა და ნუ ვიქნებით ადამიანთა მონები. საქართველოში მხოლოდ ერთი ძალაუფლება უნდა იყოს, ნიჭის ძალაუფლება. მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია, მხოლოდ ნიჭის ძალაუფლების პოლიტიკაა ქართული. და ამიტომ ვამბობს, ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ვართ დიდი წარსულის
ძიმე რეალობის, მაგრამ უდიდესი მომავლის ქვეყნიდან. და უდიდესი მომავლის ქვეყანა სისტემური ცვლილებების გარეშე ვერ იქნება. ფულის უფლების ქვეყანა ვერ იქნება. უდიდესი მომავლის ქვეყანა მხოლოდ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა იქნება. ვიბრძოლოთ ბატონებო, მომავლისთვის, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის, ნიჭის ძალაუფლების საქართველოსთვის. იყო შევარდნაძის რეჟიმი, იყო სააკაშვილის რეჟიმი, დღეს არის ივანიშვილის რეჟიმი. სასამართლო არ შეიცვალა, პროკურატურა კვლავ მოქცეულია პოლიტიკურ ჭრილში და ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. ჩვენი მართლმსაჯულება, აი როგორც კი მონღოლები დაგვესხნენ თავს, იმის შემდეგ, ესე იგი 1200 რაღაცა წელი იყო, ხო? იმის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვიღაც ისეთი მოდიოდა, რომლის წინაშე ჩვენ გვიწევდა, ნუ რაღაც კომპრომისებზე წასვლა და ჩვენ ვერ იქნა და ვერასოდეს ნორმალური სასამართლო სისტემა ვერ დავამყარეთ. აი თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, იქ შეუძლებელია დემოკრატიულ წყობაზე ლაპარაკი. მოვიდა შევარდნაძე, ნუ ფაქტიურად მოიყვანა თავისი სასამართლო. ნუ ასე იყო თუ ისე იყო, ის რაღაცნაირად მაინც მე მგონი იცავდა რაღაც წესებს. ბევრად უფრო პროგრესული ადამიანი იყო. და ბიძინამ საერთოდ ეს კოდექსები და ეს კანონები დაგვახია თავზე. გამოუსწორებელი პედოფილი 5 წელი მისცეს და მზიამაყობელს 5 წელი მისცეს და ქალბატონ ხოშტარიას მიყენებული აქვს 5-დან და იქ რაღაც მაქინაციებიც შესაძლებლობაც დატოვებული აქვს და შეუძლია 12 წლამდე მისცენ. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი სასამართლო. ჩვენ ნახეთ დაუდომილი ადამიანების ცემა, წამება, არახუმანური, არადამიანური მოქმედება. თქვენ გახსოვთ ზვიადაური რო იყო პარლამენტის წევრი. ხო, რო ცემა ადამიანს. და რო ვიღაცას გადაახტა და 2-3 კაცს და მე იქ. არა, ზვიადაურის კარტა სხვებიც იყვნენ. სხვებიც იყვნენ, მაგრამ თუ ეს არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მზია ამაღლობელის მოქმედება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, საერთოდ ივანიშვილი ეთყობა გაუნათლებელი ადამიანია და არ იცის ისტორია. მას გონია რომ რადგან ფული აქვს, ყველაზე ჭკვიანია. სოფლიო ისტორია გეუბნება რომ აი ესეთი ადამიანები როგორც არიან ივანიშვილი და მსგავსი ადამიანები როგორც იყო სააკაშვილი ძალიან ცუდად დამთავრებენ. ივანიშვილის რეჟიმი დღეს არის თუ არა საშიში ქართული საზოგადოების განვითარებისთვის და ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამას პირდაპირ უნდა უპასუხო. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად არის დღეს იმ თავიანთი მოქმედებებიდან გამომდინარე კრიმინალური. უამრავი მაგალითი ვიცით. აი იგივე ბაჩიაშვილის ამბავი, მისი დაჭერა, მისი გასამართლება, მისი განთავისუფლება, იგივე ნამოხვან ჰესის ხელშეკრულება, რომელიც დღემდე არ ვიცით და მილიონები დაადეს, ასეული მილიონები ქვეყანას დაადეს. იგივე არაბული კონტრაქტი, რომელიც ასევე დამალულად კეთდება. იგივე ვინმე რომ კარგად გამოიკვლიოს, ამ ისა რა ქვია, საგდრისის აფეთქება და სადმიდის ესოქროები და რაკეტება. ჩვენ ხო ბაიბურში არა ვართ. მე რა მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ამდენად უვიცი იყოს და ის ვერ ხვდებოდეს რას აკეთებს. და მე უფრო მეტიც დარწმუნებული ვარ რომ ის იძულებით აკეთებს ამას და ყველა ნაბიჯს ის ვიღაცას უთანხმებს და ის ვიღაცა არის ჩვენი ჭრილოელი მეზობელი. როცა ის ჩამოვიდა საქართველოში როგორც ვითომ ქველმოქმედი, ის ფაქტიურად ჩამოვიდა სპეცოპერაციის ჩასატარებლად აქ და მან ეს ჩაატარა. დაუნიშნა ცნობილ პირებს ხელფასები, სტიპენდიები 1000-ობით, რომ მერე ხმა აქცენტმა არ მოიღოს და ვინმე ამოიღო ხმა მისმა სტიპენდიანტებმა და დაწყებული რობერტ სტურვადან და შენგელიები და ეს უამრავი პროფესორები და აკადემიკოსი არა აქცენტი ხმას არ იღებს. ნუ როგორ ქართველი კაცი ახლა შეიძლება უმადური იყო ბიჭო, შენი სპეციალურად მოსყიდვის მიშნით რომ დაგიმონოს იმისთვის დაგინიშნა ეს ხელფასი. და ნუ თუ ვერ ხედავ რომ რაც კი ხელისუფლებაში მოსვლის წინ მან
პირობები დადო, არც ერთი პირობა არ შეასრულა. და ფაქტიურად ჩვენ მშვიდობიანად ბატონმა პუტინმა ბატონი ბიძინას მეშვეობით დაამყარა თავისი ხელისუფლება საქართველოში. ჩვენ გვაქვს დღეს რუსული ხელისუფლება. რუსული ხელისუფლება ვერ იტანს სასამართლოს დამოუკიდებელს, რუსული ხელისუფლება ვერ იტანს დამოუკიდებელ მედიას, რუსული ხელისუფლება ვერ იტანს საშუალო კლასის მომძლავრებას, ყველა უნდა იყოს ღარიბი ღატაკი, მონამორჩილი, რომ მართული იყოს იმ ბელადის და მისი კლანის მიერ. 47 მილიონი ლარი გამოიყო 2006 წელში გამოშვებული მანქანების შესაძინად. აი ეს არის კორუფცია. ცივილიზებულ ქვეყნებში თურმე 9-დან 11%-მდეა სახელმწიფო ჩინოვნიკების დასაქირავებლად ხელფასები. ჩვენთან არის 35%. შენ როცა მონად ფლობელობას ამყარებ, შენ ყავდეს დიდ ხელფასიანი მონები, რომლებიც ყველაფერზე თავს დაგიქნევენ. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ჩვენი სამხრეთ ოსეთი შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს. რამე ვინმე ხმა ამოიღო ჩვენმა მთავრობამ, როდემდე იქნები ბატონო ირაკლი კობახიძე გაჩვენებული, როდემდე დამალავ ამ ინფორმაციას, როდის გაამჟღავნებ შენს რეაქციას რუსეთის მხრიდან აი ამ ანექსიის მცდელობაზე. მცდელობა კი არა, ხორციელ დაიწყო უკვე პროცესი. საერთაშორისო საქართველომაც უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ობიექტებს უკვე ბომბავენ უკრაინელი აი ეს დრონები. ის შენ ტერიტორია არ არის, ის არის ოკუპირებული ტერიტორია. ახლა ის არის რუსეთის ტერიტორია. ოპოზიციამ ჩემი აზრით მიართვა თბილისი ივანიშვილის რეჟიმს. რა გაერთიანებები უნდა მოხდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ის ადამიანები, ვინც ერთხელ გაყიდეს საქართველოს, ორჯერ გაყიდეს საქართველოს, სამჯერ გაყიდეს, ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებად და ოპოზიციურ პარტიად არ იწოდებოდნენ. ჩვენი ოპოზიციის ალბათ 80% შეიძლება იქ ვიღაცა იყოს, ყველანი არიან რუსეთიდან მართული. აი ამ პროდასავლურმა ოპოზიციამ 200,000-იანი მიტინგები დაშალა, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ანუ მოხდა რაღაც საშინელი სპეცოპერაცია, ხალხი არ მიუშვეს არჩევნებზე. დღეს ახლა გამოდიან იგივე ოპოზიციური ძალები და ამბობენ რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. 4 ოქტომბერს რატო არ მიმიშვი არჩევნებზე? თბილისს ვერ მოიგებდა ივანიშვილი. ეს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ჩემი აზრით ივანიშვილთან თანამშრომლობდა და არჩევნებზე არ გავიდა, ეს ოპოზიციური სპექტრი მიიყვანონ როგორც ოპოზიცია. და არა შაშიაშვილი, რომელიც მოხსნეს, რა ქვია, საარჩევნო სუბიექტად არ დაარეგისტრირეთ. ერთი გზა არის. ჩვენ ეს პოზიცია ოპოზიცია დავივიწყოთ, ჩვენ შევხედოთ ჯგუფს ადამიანებისას, რომლებსაც აქვთ დაწერილი იდეოლოგია თავისი. თუ ის არ ემხრობა იმას, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა განსაზღვრული, კორუფცია და ნეპოტიზმი უნდა გამოცხადდეს სამშობლოს ღალატად. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა დასავლეთი, ჩვენ გვინდა ის კანონმდებლობა, ჩვენ გვინდა ის მართვის სქემები, ჩვენ გვინდა იქაურის სასამართლო. ევროკავშირი ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს საქართველოსთან მიმართებაში და LGBT პროპაგანდაზე საუბრობს და კანონის აკრძალვას მოითხოვს. ეს არ შეიძლება. ამით ქართულ ოცნებას ევროკავშირი აძლევს საშუალებას, რომ ეს სისულელები ლაპარაკობენ. ეს ხელისუფლება სპეკულირებს, რომ დაინახა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია LGBT პროპაგანდა, დაინახა და ეს აქცია თავის პოლიტიკურ სპეკულაციის საგნად. დიდიან ქვეყანას საქართველოს მაგათ რომ მიუშვათ 30 წელიწადში საქართველოს იქნება, მაგრამ ქართველები არ იქნებიან. ეს პროცესი დაიწყო ივანიშვილის რეჟიმმა, ივანიშვილის რეჟიმი გახდა ხელისუფლება, რომელმაც
სააკაშვილის რეჟიმს გადაასწრო უკვე ძალადობაში. და თუ ეს ასე გაგრძელდა და თუ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გააცოცხლება, რომ ვინ არის ოპოზიცია და ვინ არის ივანიშვილის დანიშნული ოპოზიცია და რომ ფიქრობს, რომ მიდის და ოპოზიციას აძლევს ხვას და ხვას აძლევს ფარულად ივანიშვილს, აი სამოქალაქო საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს. გავერთიანდეთ იდეის და პროექტების და პროგრამების ირგვლივ და არა ბელადების ირგვლივ. არა ბელადების ირგვლივ. აუგრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეჩენდეს ემიგრაცია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანაში დაგროვებული ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი ჩაიდოს საქართველოს აღორძინების საქმეში. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ ემიგრაცია როგორც ქვეყნის სიმდიდრე. ჩვენი ამოცანა რა არის? კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველაფერი კარგად იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანას ეყოლება პირველი ნომერის საქმეა ეროვნული თანხმობის პარლამენტი, არა პარტიული პარლამენტი. ჩვენ წავალ წინ მაშინ, როდესაც გვეყოლება ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ჩვენ წავალ წინ მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გახდება გარანტი იმისა, რომ ყველა ახალგაზრდას ყველა ერთივე უფლებები, როგორი უფლებებიც იმ ქვეყნის წარმომადგენლებს აქვს საქართველოში. რა რეფორმები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნების мотиваცია გაუჩნდეთ ემიგრაციას? არავითარი რეფორმა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. დღეს ემიგრაცია გახდა ხელისუფლებებისთვის საშიში. ჩამოსული ემიგრანტები, რომლებმაც იციან გარეთ რეალური მდგომარეობა და იციან როგორ შეიცვალოს სიტუაცია, უკვე აღარ აწყობთ პოლიტიკოსებს. ვისურვებდი, რომ ოდესმე ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს 50% მაინც და ევროკავშირის კანონების მიღება, იმ განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური პაკეტები, ჯანდაცვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამიტომ ემიგრანტები ვერ იღებენ ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება. მე როგორც ემიგრანტს და როგორც მშობელს მეხმარება სახელმწიფო ფინანსურად ძალიან ბევრ საკითხში, ძალიან ბევრ სერვისში და ამასთანავე ჯანდაცვა მაქვს სრულიად უფასოდ. მე მსურს დაბრუნება, იმიტომ რომ მე მინდა ჩემს ქვეყანაში და ჩემს სამშობლოში ცხოვრება, როგორიც არის ის. საქართველო იტალიაში პირველ ხუთეულში შედის ფულის გადარიცხვის ნიშნულით. ემიგრაციის 20% არის ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში და აღმშენებლობაში რეალურ და ქმედით ცვლილებებს და პროგრესს შეიტანდა. სადა ვართ ჩვენ? ანუ ემიგრაციის მენტალიტეტში შეიცვალა პატრიოტიზმის გრძნობა. სადაც ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნო, იქ დაფუძნდა და იქ ჩაანაცვლა სამშობლო, იმიტომ რომ მას აღარ უღირს ეს ბრძოლები. მთელს ემიგრაციას ვერ დააბრუნებს ვერც ერთი, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პარლამენტი, რაც არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, ხომ ვერ დაბრუნდებიან ჩვენი ემიგრანტი ბავშვები, ვერ დაბრუნდებიან. თქვენ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდით? დაბრუნდებით თუ არა სამშობლოში? რა თქმა უნდა, მექნება იმის სურვილი, რომ ჩემს შვილს საქართველოსთან კონდეს შეხება. ემიგრანტების მასობრივი დაბრუნება ეს უფრო რთული პროცესია, როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული ჩვენი შესწავლის მიხედვით. პირველი არის ეკონომიკური პირობები, თუ საქართველოში ხელფასების სამუშაო ადგილები და ბიზნეს გარემო კონკურენტული არ გახდება, დაბრუნების мотиваცია, მოკლედ ეს შეუძლებელია. მეორე არის სოციალური უსაფრთხოება, ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემის ხარისხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მესამე, პოლიტიკური სტაბილურობა და სამართლებრივი გარემო. მიმართულებით სტაბილური გარემო არ არის და ეს მიზეზია არ დაბრუნებისა. მეოთხე არის ოჯახური ფაქტორები. ქართული იდენტობა მე ერთი თაობის შემდეგ, მეორე თაობის შემდეგ ნამდვილად არ არის ქართველი. ჩვენ მტერი არ ყავს პირდაპირ. ჩვენ მტერი ყავს შინაგანი სამყარო, ანუ ჩვენ არ ვართ ერთმანეთთან ინტეგრირებული. მე მაინც და მაინც კიდევაც ის მხრივ არა ვარ მომხრე, რომ არ წავიდეს ადამიანები და ემიგრაცია იყოს
ისავლიან ინგლისურს, გერმანულს, იტალიურს, მაგრამ ეს უნდა გამოადგეს ქართველებს. ეს ჩვენ საქართველოს საუბრობენ დემოგრაფიულ კატასტროფის წინაშე დგავართო. მიგრაციის შეჩერების მექანიზმები უნდა შემუშავდეს. მარტო შეჩერებაში ვიძიეთ ჩვენ. შეჩერება თორემ დაბრუნება უფრო რთული პროცესია ვიდრე ემიგრაცია. დიახ, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს აუცილებლად ძალიან ძირფესვიანი პოლიტიკა იმისი, რომ შეჩერდეს ემიგრაცია. სწორად მეცნიერულ საფუძველზე დავდებ ის რაღაც ეროვნული დიდი იდეა, როგორ შეიძლება ემიგრანტი დავაბრუნოთ საქართველოში. საოცარი ნოსტალგია. მე ხა ვასწავლი დაწყებითებიდან, მე აქ ბავშვებს ვასწავლე შუშანიკი, მე აქ ბავშვებს ვასწავლე ვეფხისტყაოსანი, ბავშვებს ასომთავრული ვასწავლე. ეს პირველად იყო ემიგრაციის ისტორიაში. რაღაცა დიდი სახელმწიფო პროგრამები უნდა შემუშავდეს იმით, რომ ჯერ შეჩერდეს და მერე ვინც არის წამოსული, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს. დღემდე დიდი სურვილი მაქვს დაუბრუნდეს საქართველოში. დღემდე დიდი სურვილი მაქვს დაუბრუნდეს საქართველოში. მაგრამ რა თქმა უნდა, დააკაკუნე და გაგიღებაო. კი არ ვაკაკუნე, ვაბრახუნებ უკვე ოპერის თეატრში. წარმოიდგინეთ თქვენ აი ასეთი სიტუაცია. მე არ მესმის რასთან უნდა იყოს ეს დაკავშირებული ყველაფერი, რომ ასეთი ის იყოს, რა ქვია, იგნორირება ხდებოდეს შენი პიროვნებისა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ეს არის მიზეზი. ამ ხალხს არავინ არ იყენებს საქართველოსთვის. არავინ არ შემოატრიალებს, არავინ არ ეთქვის, რომ აი ჩამოდი შენ ერთხელ მაინც ჩამოდი აქ, ერთხელ მაინც იმღერე, ერთხელ მაინც გააკეთე რაღაც. დრო გადის და ჩემი ის დიდი გამოცდილება არ შემიძლია, ასე ვთქვათ, ჩემს მოახმარო ჩემსავე ხალხს. მე ვარ მომსრე იმისი ბარტონო თემურს, თქვენ როდესაც იყავით ქუთაისის მერი, მაშინ ჩვენი ქუთაისი ძალიან კარგი აყვავებული და ბედნიერი იყო, წმინდა სუფთა ქალაქი იყო, გაწყერიალებული იმერულად რო ვქვა. მე მოვესწარი ამ დროს, მოვესწარი იმ დროს, თქვენ როდესაც გადადეგით იქ ხიდზე და ქუთაისი გადაარჩინეთ და ქუთაის არც და მხედრიონი და უბედურება. ჩვენ იმდენად დაბრუნებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ ამ ეტაპზე, ჩვენი შესაძლებლობების შეერთებაზე უნდა ვისაუბროთ. აი რატომ მოხდა საქართველოში ამ ინტელექტუალურ ქვეყანაში კუჭმა რატომ გაიმარჯვა გონებაზე? საქართველოს როგორ უნდა გაუჭირდეს ის, რომ შევიკრათ ისე, რომ შევქმნათ ეროვნული თანხმობის პარლამენტი, ავიღოთ ორიენტაცია მეცნიერებაზე, ნიჭის ძალაუფლება დავამყაროთ ამ ქვეყანაში. აი არის ძალიან ბევრი რამ, სადაც 1000, 1500, $2000 ჩადება ბევრი ემიგრანტ შეუძლია და 2-3 წელიწადში სახელმწიფო ამაში უნდა იყოს, რომ 2-3 წელიწადში შეიძლება დივიდენდს იღებდეს იმაზე მეც, რასაც დღეს ჩადებს. პორცლონ ლაპარაკობ ჩვენ, აი ლაპარაკია ამერიკამ აშენოთ, ჩინეთმა, რუსეთმა, ჩვენ ქართველებმა ვაშენოთ. გეუბნებით მე თქვენ დემოკრატიულად უდიდესი მოგება იქნება. ესე იგი, საქართველოს შედის იმ ხუთეულში, რომელთა ემიგრაცია თავის ქვეყანაში აგზავნის ყველაზე მეტ ფულს. საქართველოს ემიგრაციამ ყველა ხელისუფალი გადაარჩინა საქართველოში. მაგრად უნდა დავდგეთ. არ შეიძლება ასე გაჩერება. ეს არ არის ქვეყანა. ვინც შექმნა ეს პრობლემები ყველა პოლიტიკურმა ძალამ იცოდნენ და გვირგვინი და რადგან ბიძინეავანიშვილმა. ესეც საქართველოში ვიცხოვრო. როცა საქართველოში არც დაღამების ეშინია, არც გათენების ეშინია, ოჯახის შექმნის არ ეშინია, ბავშვის დაბადების არ ეშინია, ბავშვის გაზრდის არ ეშინია. მოხუცი რომ ყავს სახში იმისი არ ეშინია და მეხუცი კარგად ფლობს თავს, რომ სამედიცინო მომსახურეობის შიში არ აქვს, განათლების შიში არ აქვს, სიბერის შიში არ აქვს. ესაა ევროპა. ემიგრაცია უნდა ვაგზიოთ შესაძლებლობად. როგორ შეიძლება ემიგრაციიდან წამოსული ფინანსები ან დაგროვილი ფინანსური ნაკადი ქვეყანაში საწარმოო გრძელვადიან ინვესტიციად იქცეს? ეს ჩვენ გვაქვს 15 პროგრამა. მიწა შევთავაზოთ, ბევრ სახლის აშენება უნდა, ახალი ქალაქი ავაშენოთ, გავაკეთოთ, უამრავი ცესხი მივცეთ, გადასარების შესაძლებლობებია. ჩვენ უნიკალური პროექტები გვაქვს. ჩვენ
წყალი, ჰაერი, მიწა, სითბო გვაქვს უნიკალური. ჩვენ ადამიანური რესურსი გვაქვს უნიკალური. ინტელექტუალური რესურსი გვაქვს უნიკალური და რაც ყველაზე იგნორირებულია საქართველოში, გეოგრაფიული რესურსი გვაქვს, ანუ უფალმა მოგცა ადგილი, რომლითაც კრავთ ჩვენ სამყაროს. დავწუნდი რომ კავკასია არის ცივილიზაციის აკვანი, არ უნდათ კავკასიის ერთობა. რატომ ეშინიათ ამისი, როგორი იყო, აი ჩვენ რომ დავიწყეთ, როგორი შეიძლება რომ ხელისუფლებას არ დაეჭირა მხარი ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობრთა მსოფლიო კონგრესისთვის. ემიგრანტთა წლობა რომ შედგა მერაბ ბერძენიშვილის ეზო გარემოში, რომ ვთქვით რომ უნდა შეიქმნას საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების დაცვის, უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ფონდი. რატო უნდა შეგეშინდეს ამის? რატომ ვერ გქვნით ამას? რატომ ასე ბაცალცალკე, ესე იგი გათიშვა უნდა ჩვენი? ქალბატონო ვუარა, რომ საქართველოს ასე ისე იმ დონეზე გავწყინებული იყოს, რომ ყველა ემიგრანტს შეძლებოდეს, ასე ვთქვათ, თავისუფლად ჩამოსვლა. მე ემიგრაციის მიმართ მაქვს ერთი თხოვნა. საქართველოში მიდის აღვირახსნილი კრიტიკა ევროპის და საქართველოში მიდის აღვირახსნილი კრიტიკა ამერიკის. თქვენ ემიგრანტებმა ძალიან კარგად თანაც ამას ასაბუთებენ იმით, რომ თითქოს ევროპა და ამერიკა ერთსქესიანთა ქვეყნებია. თქვენ უცხოეთში გძნობ რაიმეს, ამას სასაცილო ხოა ბატონო. ემიგრანტები ამაში მოინც მოგვეხმარეთ, უთხარით რომ რატო ატყუებთ ამ ხალხს, რომ სირცხვილი ეს, რატო აყენებთ შეურაცხყოფას იტალიელ ხალხს, გერმანელ ხალხს? ამერიკის ქვეყნებში მყოფმა ემიგრაციამ შვენივრად იცის, რომ ეს სიცრუეა და აქ ოჯახები ჩვენზე უფრო დიდი ტრადიციის არიან და აგაშენათ მერტმა. გაჩვენების არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ გადაიტანონ მთელი პრობლემები, რაც კი გააჩნიათ საქართველოში და იმას გადაიტანონ ამ თემაზე. და ის არის. მეტი არაფერი. ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოს არსებობა და მისი მნიშვნელობა ევროპაში ძალიან ღრმად იყო ადრეულ პერიოდებში ღრმად ფესვებ გადგმული, ნუ ბლუბერბახიდან დაწყებული ყველა თეთრ ადამიანს კავკასიური დაარქვეს და ჩვენ მოვწყდით ამ ურთიერთობებს. და ის თუ ეს ურთიერთობები და კომუნიკაციები არ ხდება ეკონომიკურად ახლა აღარ დავაბრუნებთ ამ სიტყვას, მე მგონი შესაძლებელია ევროპული კი რა თქმა უნდა ევროპული ცივილიზაციის სათავე საქართველოში გადის, რომ ჩვენ არ უნდა უყუროთ ემიგრაციას როგორც ბანკომატს და ფინანსურ წყაროს, არამედ ჩვენ ემიგრაციას უნდა შევხედოთ როგორც უდიდეს ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ საქართველოს აღორძინების საქმეში და სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ აი ამ მიმართულებით უნდა იქნას მიმართული ემიგრაციის კუთხით. ემიგრაცია ეროვნული სიმდიდრეა. ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა ქართველი ერის და ქართველი ახალგაზრდების მოღორების, გამოყეყეჩების, გამოთაყვანების და უწიგნურ ბრბოდ ქცევის პროგრამას, რომელიც როგორც ჩანს, სადღაც გაურკვეველი წარმოშობის, წარმომავლობის კაბინეტებში დაიწერა. სინამდვილეში ეგ რეფორმაც ვიფას რომ მეგობრებო ემსახურება იმ უბედურებას, რომ აი რაც სააკაშვილს გადაურჩა, უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, დაანგრევა მთელი ეს კლასტერი, რასაც ქვია დღევანდელი ხელისუფლება, ეს არის მარიონეტული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ძარღვი გადაჭრილი აქვს, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილების, ჩარჩი ვაჭრების და დახლიდარების ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ ანაღლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის შეშინებული ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას დღეს შველის ის, რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინამდვილეში აგენტების ერთობა, საქართველოს დაუძინებელი მტრების და ფილიპე მახარაძეებისა და სერგო ორჯონიკიძეების იდეური მოკავშირეების სულიერი ძმების და დების ერთობა არის იმდენად გაფარჩაკებული, იმდენად განიორწყლებული, რომ მას არავითარი დასახდენი ქართულ ხალხში არ აქვს. ოპოზიცია
მთავარ პრობლემას ისიც უქმნის, რომ ხალხს ძალიან არ მოსწონს, როცა ოპოზიციური ფლანგიდან გაქცევებული მილიონერები ესაუბრებიან და ეტიტინებიან ხალხს. ეს კანონმდებლობა, რომელიც ახლა დღეს არსებობს საქართველოში, ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ეს არის მართლ რეჟიმზე მორგებული კანონმდებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობას აუცილებლად უნდა დაემატოს მუხლი კონების კონფისკაციის შესახებ, ეს ალბათ მოხდება და ძალიან ბევრი ქონება მე მგონია გადავა სახელმწიფო საკუთრებაში. კონფისკაციას ასევე უნდა დაექვემდებაროს ნარკობარიგების ქონებაც. სახელმწიფო საკუთრებაში უნდა გადავიდეს ის სტრატეგიული ობიექტები, რასაც ქვია წიაღისეული სიმდიდრეები, რასაც ქვია ჰიდროელექტროსადგურები და რასაც ქვია ოქრო და მადნეული. ქართველი ხალხის სიმდიდრე დღეს ეკუთვნის მძარცველებს, ყაჩაღებს, უცხო ძალას. საქართველოსთან გადის დიდძალი ოქრო, საქართველოს ზარცვავენ და ქართველი ხალხი მაპატიეთ და საქართველოს მოსახლეობის შრომის უნარიანი ნაწილი აი ამ ყველაფრის ფონზე გადახვეწილია უცხოეთში. თუ ქართველი ერი ვერ უპასუხებს რამდენიმე გამოწვევას და დროულად არ გადაწყვეტს ამ პრობლემას, ჩვენ გადასული ვართ უკვე მომაკვდავნე რეჟიმში და 10-15 წელიწადში. ეს არის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი. უფრო მალეც მოხდება ეს 5-6 წელიწადში. ქართველი ერი აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე იმ უმცირესობაში, რომელიც უკვე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და მის შედეგებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. თუ ჩვენ არ მივიღებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ქართველი ერი არ დაირაზმება და ჩვენი ემიგრაცია არ დაბრუნდება საქართველოში, ჩვენ ეს პრობლემა გვემუქრება. მეორე ნომერი ამოცანა. აუცილებლად სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ეს სტრატეგიული ობიექტები და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. სასწრაფოდ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს საქართველოში ნებისმიერი სახის მიწის გაყიდვაზე. ნებისმიერი სახის მიწა უნდა დაექვემდებაროს ამ მკაცრ დირექტივას და კანონს და დაიწყოს სამართლებრივი პროცესი უცხოელების ხელში გადასული მიწების გამოსყიდვის ან ამ მიწების გასხვისების კანონიერების შესწავლის შესახებ. თითოეული აი ამ ხელშეკრულების მიწის უცხოელებზე გაყიდვის ფაქტზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება. მოქალაქეთა კავშირი როგორც დედა და უბედურების სათავე მთელი ამ დანაშაულებრივი სინდიკატისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ და ზურაბ ჟვანიამ შექმნეს, არის ცოცხალი, ისევ სუნთქავს და საქართველოს შემოხვეულია როგორც აი ეს მაყჭობელა გველი ისე რა. ესენი ყველანი არიან მოკავშირის შვილები, ესენი არიან საქართველოს მტერები და ამიტომ ამათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. იმიტომ რომ რაც მოქალაქეთა კავშირმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბება, პოლიტიკური მკვლელობები, უბედურება, ტერიტორიების ჩაბარებები, მთელი ამბავი ის გარიგება ყველაფერი რაც მოაწყოს, ის ცირკი, სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაცემა, ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ გრძელდება. ესენი ედუარდიშვილები არიან პოლიტიკური თვალსაზრისით. ესე იგი, ჩვენ შემოგვიგდეს საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა ის ბომბი აგვიფეთქეს, რომელზედაც მთელი ქართველი ერი აფეთქდა. ფული შემოგვიგდეს ჩვენ. გაგვაგიჟეს ფულით. დოლარის მონა
გახადეს მთელი ქართველი ერი. ჩვენ გვიჭირდა ყოველთვის. არ ვიყავით ჩვენ დალხინებული ცხოვრება, ჩვენ დიდრული ცხოვრება არასოდეს გქონია, მაგრამ ქართველ კაცს ჭინჭებისთვის ქვეყანა არ მიუტოვებია. ქართველი კაცი ჭინჭებისთვის ქვეყნიდან არ გაქცეულა. აგენტები უნდა დაიჭიროთ, სრულფეხობა იქნება თუ სრულფეხობა, მაგრამ სრულფეხობიდან დაიწყეთ. ძალიან კარგად იცით ვინ არიან აგენტები და ვინ საიდან ფინანსდება და კეთილი ინებეთ და დადეთ ეს დოკუმენტები. და პირველ რიგში დაიწყეთ თქვენი რიგებიდან, გაწმინდეთ თქვენი რიგები. იმიტომ რომ აღმოჩნდა ძვირფასო მეგობრებო, რომ პრემიერ-მინისტრი მყოლია თურმე ჩვენ უცხო ქვეყნის აგენტი. ბატონი გახარია. ამას თქვენ ამტკიცებთ. მაგალითად, ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია. რაღაცა მგონია, რომ ეს პიროვნული ამბის გამო არის ციხეში გაშვებული. კორუფციამ შეჭამა დღევანდელი საქართველო. ძალიან დიდი იმედი მქონდა თქვენი, მაგრამ ვარ იმედგაცრუებული და მე თქვენი მომხრის პოვნა უკვე საზოგადოებაში ძალიან მიჭირს. თქვენი მომხრეები არიან ის დაკონვერტებული და ჩაკონვერტებული ხალხი, რომლებიც რაღაცეებს ჟღაბნიან ხანიკით და ხანაკით. გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და დიდი ამბით ყინჩად გამოაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა 300,000 კაცით გაიზარდაო. აბა ერთი მითხარი 300,000 კაცი ვინ არის ეთნიკური წარმომავლობით? ქართველები არიან ისინი თუ პაკისტანელები და ირანელები? და ეს ხალხი შემოუშვით თქვენ და თქვენ დაგუპეთ საქართველო. სააკაშვილმა დაიწყო მოღალატემ აგენტმა და გააგრძელეთ თქვენ. გავსებულია მილიონერებით ხელისუფლებას და ოპოზიციაც. ბიტკოინების ბიზნესი, ქსელური მარკეტები, საშუალო ფირმები, ყველაფერი არის თქვენი. განაწილებული გაქვთ ყველაფერი ერთმანეთში. ეს არის თქვენი მშველელი დღეს. ეს ოპოზიცია არის თქვენი ნომერ პირველი მოკავშირე. ესენი არიან თქვენი მშველელები. ქართველებო, ჩვენ სერიოზული ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ, ქვეყანა არის გადასარჩენი. ემიგრანტებო, დაბრუნდით საქართველოში. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ჯერ კიდევ თქვენ საქართველო გეძახით. თორემ მე საქართველოს ვეღარ დაგიძახებთ. იმიტომ რომ ქართული ხმა რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმის თბილისის, ქუთაისის თუ სხვა საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებიდან. მეგობრებო რა, რომ ერი უნდა შეთანხმდეს უმთავრეს სტრატეგიულ სასიცოცხლო ინტერესებზე. უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის წარმონაქმნი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, თავსმოხვეული და ოკუპაციის შედეგი იყო. ბორის ელცინი და რუსეთის ფედერაცია საქართველოს განუყოფელ ტერიტორიულ წარმონაქმნად აღიარებდა ცხინვალის, ასე ვთქვათ, რეგიონს. ჩვენ მოვახდინეთ საბჭოთა კავშირის ამ რეგიონში სამართლებრივი დემონტაჟი. კრემლმა სჩადის ახლა და აპირეს, ასე ვთქვათ, ოკუპაციის, ასე ვთქვათ, ანექსიამდე, ასე ვთქვათ, მიყვანას რა. აი ეს არის ფაქტი, როგორც ასეთი და ჩვენ ვერ თანხმდებით ამაზე ჯერ კიდე. ეს ოპოზიცია საერთოდ გამკვირვებია რა, რაღაც ფრაგმენტულად რაღაცას წამოისურიან, როგორც ასეთი და შემდგომ ამას რა გაგრძელება უნდა, რაზე უნდა შეთანხმდეთ. საქართველოს ძლიერი იყო მაშინ, როდესაც ერთიანი იყო. თანხმობა არის გარდუვალი, აუცილებელი და ჩვენ გამოვდივართ ამ ინიციატივით, მოგმართავთ ოპოზიციონერებს. ამ იდეას ყოველს მაინც გაერთიანდეთ. რუსეთმა ხო ბალტიისპირეთში წააგო, შემდგომ მოლდოვეთში წააგო, უკრაინაში ასე ვთქვათ აგებს, სირიაში წააგო, ყარაბაღში წააგო. ერთადერთი რა დარჩა? აი ეს მონაკვეთი. საქართველოს მთავრობა აი ამ შემთხვევაში რას აკეთებს? ჩვენ არ გვყავს ეროვნული ინტერესების მატარებელი ოპოზიცია. ბოლოს და ბოლოს უკვე ყველა მიცის, რომ ბატონი ბიძინა ჯერ კიდევ 900-იანი წლების ბოლოს გამოაგზავნეს აქეთ, დესანტი გადმოსხეს. დავალება მისცეს, ჯერ იქ გაამდიდრეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ასეთი მართლა მონსტრი არ არის, რომ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს.
ის ამას იძულებით აკეთებს. მოკლედ, ვიძინა ძალიან რთულ სიტუაციაში. აი ეს არის აგონია შემყოფი ხელისუფლების. ახლა, როდესაც ამდენი პრობლემა აქვს რუსეთს, მოიცალა იმისთვის, რომ ესე იგი საქართველოს აი ეს წარქმეული ტერიტორია დაისაკუთროს და გაიფორმოს. ვინ აღიარებს მაგას? არავინ არ აღიარებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი ოფიციალური ხელისუფლება მის მხარეს არის. ჩვენ არ აგვყავს ამ ხელისუფლებაში და რამდენად სავალალოა, რომ კობახიძე, რომელსაც ასე თუ ისე ხელისუფლება ქვია და პირველი კაცი ქვია კონსტიტუციურად, აბსოლუტურად კაცი არის არაადეკვატური. მიჩვენეთ ერთი ხელშეკრულება საერთაშორისო, რომელიც რუსეთმა შეასრულა თავიდან ბოლომდე. ხელისუფლება გასაგებია, ხელი დაიბანა. რა რეაქცია უნდა ქონდეს საზოგადოებად? რეალურად რა ხდება, რა სიტუაციაში ვართ, ამას გამორიცხულია, რომ 80% მაინც რომ ვერ გრძნობდეს. ამ 80%-დან ძალიან დიდი პროცენტი არის შიშარა გლახაკები, განსაკუთრებით ელიტარულ ნაწილში, ინტელექტუალურ ნაწილში. დამოუკიდებელი საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას. ამისთანა ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ არავისი სატელიტი. ხალხო, გაბედულად იმოქმედეთ. თქვენს სინდისში ჩაიხედეთ და რაც მიგაჩნიათ, სწორად ის გააკეთეთ და არა ის, რასაც გაიძულებს ეს მოსყიდული ხელისუფლება. დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა თავგანწირვაზე წავიდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ომს უცხადეთ, მე რუსეთს ომს არ გამოუცხადებ. უფრო მეტიც, თუ წამოვიდა ჩემ ხალხსაც ვეთქვით, რომ ჩვენ მას თავი არიდონ ამენ. ვერ გაუმკლავდებით. ამიტომ უნდა დავნებდეთ. მაგრამ ჩვენ დოკუმენტალურად არცად მთავრობის დონეზე, პარლამენტის დონეზე არ უნდა მოვაწეროთ ხელშეკრულებას, რომელიც მათთვის იქნება აი ამას პირველი ოფიციალურად საპროტესტო ნოტა უნდა გადაეცათ. გარდა ამისა, პირიან ბატონო ვახში და ვენესუელამ გახსოვთ ხო, ორივეგან შეიცვალა ხელისუფლება. პროევროპული, პროდასავლური უпроსწორედ მოვიდა. ამ ხელისუფლებას რა ჭირდა? თუნდაც ეს მინიმალური რომ მოეთხოვა გამოწვევა აი ამ აღიარების და ეს იქნებოდა თავისებური დიპლომატიური, ასე ვთქვათ, გამარჯვება. მაგათ სქემებში ბატონო ვახში წაკითხული მაქვს ბორჯომამდე მოდის მაგათი ინტერესები. აი ამ შემთხვევაში რას აკეთებ, კაცო, თქვენ ვინ ახართ საერთოდ? ფულის კეთების მეტი და ქვეყანას რომ ვალები აკეთოთ, ამის მეტს რო არა, ეს ტიპიური ბანდები არიან. 600 მილიონი ნამახარხეზე აზარალეს ქვეყანა. იგივე ოპოზიცია ხა, ამაზე მაინც ხომ უნდა შეთანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავნადგურდებით რა. ჩვენ არ აგვაქვს უფლება ჩინეთთან სტრატეგიულ მეგობრობას რომელიც არ გაღიარებს შენ ტერიტორიულ თლიანობას. თლიანობას გერა, იმის ზეგაქია ტოლვილების დაბრუნებასაც უარებდა, ვეტო დაადო. ეს არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი, სხვა რაღაც არ აქვია და კიდე გიმეორეთ იმ შემთხვევაში თუ არის ბორჯომის და მსგავსი და ჯავახეთისკენ წიაღსვლები და ასე შემდეგ ესენი თუ დაიწყეს თქვენ რას აპირებთ ძვირფასო ხელისუფალნო? აკურიანებდა ამათია და ეს ამათი ოცნება საქართველოს ორად გაყოფა, მე ამას გადააქცევენ ადვილად ისე გუბერნიებად. ამიტომ გვინდა ჩვენ ეს იურიდიული სამართლებრივი აქტები, რომელიც უზენაეს საბჭოში არის, ასე თქვა, ჩადებული და კეთილი ინებეთ ოპოზიციას და ეგრეთ წოდებული ინტელიგენციას მივმართავ და ამ შემთხვევაში ეკლესიასაც კეთილი ინებო, საერთოდ თქვენი დუმილი ხო საერთოდ ყველაფერს გაცდა რა, ელემენტარულად ვალდებული ხარ თქვენ რომ თანხმობით და ერი რო შეკრადა, რო გააერთიანოთ, ერი როგორ შეიკრება სამართლიანობის გარეშე. ტროტუარზე ყოფ ადამიანებს და რაღაცა 4 ოქტომბრის იმაზე რო ასამართლებენ და 5 და 7 წელი და რაღაც ამდაგვარი გამაოგნებელი რა საერთოდ ნუ ახლა რა დონეზე არ ეშინია თქვენი ამ ხალხს რით ვერ გაიგეთ ეს ელენეს პრობლემა რა ადამიანი მე მოწამლული იყო და დღეს ესეთი მდგომარეობა რო იქ სტაციონალური იქ მკურნალობა იმ პირობებში ციხის პირობებში როგორც ასეთი
შეუძლებელია. რაღაც ინტენსიური მკურნალობა უნდა გაწოს. შესვლა ერთჯერადი აქტი არ არის. ერთჯერადი აქტით ჯანმრთელობას ვერ უზრუნველყოფ. ამიტომ სისტემური ის არის დაახლოებით სააკაშვილი რო გადაიყვანეს სტაციონარში რომ მკურნალობდა, ესეთი სერიოზული მკურნალობა ჭირდება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც აი წვრილმანებშიც კი იმართება რუსების მიერ. ეს რუსეთის ფსიქოლოგია შეაშინე, დააჩმორე, დაიმორჩილე. ფიზიონომიას შეხედეთ კაცო კობახიძისას, მაგრამ რომ გამოდის და ესე იგი აი თვალს არ დაახამხამებს, მას არანაირი იმის ემპათიის ის არ აქვს შეგრძნება. აბსოლუტურად. რობოტივით რასაც ჩასახებს იქ ვიღაცა ინსტრუქტორი რუსეთის ბიზნეს მეშვეობით აი იმას ასრულებს. ქრისტიანობად ისე როგორც სხვა სარწმუნება დგას ჰუმანურ იდეაზე. ამას ნიშნავს და როდესაც დეჰუმანიზაციაა ბატონობაში, შემდგომ ყველაფერი ინგრეა. ეკლესია უპირველესად რა არის? რა თქმა უნდა შუამავალი ღმერთსა ცასა და ხმელეთს შორის ამათი დამაკე ხიდი, უხილავი ხიდი თავისებური, რომელიც აკავშირებს აი კოსმოსურ მორალს ადამიანის კონკრეტულ პერსონასთან. ეს არის რელიგიის საფუძველი და ახლა ამაზე თუ ხელი აიღე, ეს თუ სიჩუმეში გადაიტანე, დუმილი, გაუმართლებელი, მაშინ როცა შენიანები იხოცება. ორი რაღაცა უნდა დაიდოს. უპირველესად ეს არის პირველი ეს რეფერენდუმის თემა და მეორე ლუსტრაციის კან. ეს ყველაფერი არქივები უნდა გაიხსნას. ვინც არ უნდა იყოს, ჩიგნება პრეზიდენტი ყოფილი იქით თუ ვინც არ უნდა იყოს, ამათ უნდა შეეხოს. სამთავრობო სექტორში და მასთან ახლო ყოფილი ესეთი ადამიანები უნდა გაირიყვნენ. მორჩა და გათავდა. ეს არის უმთავრესი ამოცანა. ფასები და ინფლაცია და ეს ფასების ზრდა. რა ხდება ამ ჩვენს ქვეყანაში? მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე თუ იზრდება, ამ დროს სასაკვირველია ფასები სტაბილურდება. მაგრამ თუ ერთ სულ მოსახლეზე არ იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, სასაკვირველია ფასები ამას მიყვება. ეხლა ყველა პროდუქტზე ფასები ერთნაირად არ იზრდება. აი მაგალითად რა მექანიზმები არსებობს ფასების დასარეგულირებლად? ფასების რეგულაციისთვის კონკურენტული ბაზარი განიხილება. მაგალითად, კონკურენტულ ბაზარზე ფასები ყალიბდება მოთხოვნა მიწოდების გაწონასწორებით. და ჩვენ ვიღებთ წონასწორულ ფასს, ასევე არსებობს მონოპოლიები კონკურენციის გარდა. ეხლა ვინ არეგულირებს ფასებს მონოპოლიებში? მონოპოლიებში ფასების დარეგულირება ევალება CEMEX. თუ საქონელი მრავალფეროვანია, ასევე თუ ხარისხიანია, ეს ფულის ღირებულებას გაზრდის. მაგრამ თუ საქონლის ხარისხი მცირდება, ხარისხის შემცირება ფულის ღირებულებას იმ წუთასვე შეამცირებს. და ეს არის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ხალხს რა, როცა თქვათ ლილუაშვილი ამ წარმოებული იმიდან ოქროს ზოდების სახით საბჭოებს მილიონებს აღარიბაშვილი ანეხლა ფერაძე და ასე შემდეგ, ხო? ახლა მე ფასების შემცირება და ის კი არ მინდა. მე მინდა ფასები იყოს ოპტიმალური. არ იყოს მონოპოლია და მონოპოლიურ ზემოგებელს არ იღებდეს ვიღაცა. აი თქვენ კარგად ახსენეთ, რომ კონკურენცია უნდა იყოს და აი ეს დაარეგულირებდა ფასებს და მოგწევდა იმ დონეს ფასებისას, რომელიც უნდა ყოფილიყო. და არა ისეც, როგორც მაგალითად კრედიტებს აქვთ ესეთი ფასები, იმიტომ რომ ორი და სამი ბანკია მონოპოლიური მდგომარეობაში და ასე შემდეგ ფარმაცევტიკაში ესე და ასე შემდეგ თითქმის ყველა დარგი, სადაც კი ასე ვთქვათ, ფული იშოვება, ყველგან არის მონოპოლია ფეოდალიზმი არა არის. დიახ, მთლიანი შიდა პროდუქტის შესაძლებელია იზრდებოდეს ქვეყანაში, მაგრამ ამან განსაკუთრებული გავლენა ვერ იქონიოს ეკონომიკაზე. იმისათვის, რომ ცხოვრების ღირებულება უკეთეს პირობებში აღმოჩნდეს, ბევრი პერკეტია საჭირო. მათ შორის ეროვნული ბანკი, მაგალითად, თავისი მონეტარული პოლიტიკით ხელს უწყობს ინფლაციის პროცესის შეჩერებას. 6%-იანი ზრდა გვაქვს ეკონომიკური. თუმცა ფასები 4%-ით გაიზარდა. დავიწყოთ იმაზე საუბარი, როგორია ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა წელს 1.4% ზრდა იყო. ევროპაში იყო 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. საქართველოში გვქონდა 7%-იანი ზრდა.
ეხლა ადამიანი, რომელმაც არ იცის ეკონომიკა, იტყვის, რომ იფიქრებს, რომ საქართველოში უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გქონია. მაგრამ ასე არ არის ნამდვილად და რატომ? იმიტომ რომ განვითარებად ქვეყნებს ახასიათებს მკვეთრი ზრდის ეფექტი, რაც იმას გულისხმობს, რომ განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს, ვიდრე მაღალ განვითარებული ქვეყანა. მეტი პოტენციალი აქვს. დიახ, აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა წელიწადში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა თუ ექნება, ძალიან ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ მან უკვე მიაღწია რაღაცა ნიშას და იმისი შენარჩუნებაა ახლა მთავარი. და ჩვენთან ეკონომიკური ზრდა 7% კი არა, 10-იც, 15-იც რომ იყოს, შეიძლება 20-30 წლის მერეც ვერ გაუტოლდეთ თქვა განვითარებულ ქვეყნებს. ნებისმიერი სახელმწიფო ჩარევა ძალიან ცუდი შედეგებით სრულდება ხოლმე. აი მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს ფასის ზედაზღვარი ან ფასის ქვედაზღვარი. ფასების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დეფიციტური საქონელი იწარმოება და ფასები მცირდება იმ საქონელზე, რომელზეც გვაქვს სიჭარბე. რეზერვი, რაიმე საშუალება, რომლის ამოქმედებითაც, რაიმე მექანიზმი, რომლის ამოქმედებითაც მაინც შეგვიძლია თუ რაღაცნაირად ვიმოქმედოთ ფასებზე. ძალიან ძნელია ფასებზე რეგულირება, გარდა იმ ბერკეტისა, რომელიც მოგახსენეთ, რომ დიახ, დაიცვას ინფლაცია სახელმწიფომ, მათ შორის ეროვნულმა ბანკმა თავისი მონეტარული პოლიტიკით და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ინფლაცია არ შეეხებოდეს ძალიან ეკონომიკურ სუბიექტს. ევროპაში ერევა თუ არა მთავრობა ფასების დადგენაში. სახელმწიფო საბაზრო ეკონომიკაში არ ერევა. ერთადერთი ბერკეტი სახელმწიფოს ჩარევის საბაზრო ეკონომიკაში და ფასებში არის ის, როდესაც მომხმარებელიც და მწარმოებელიც ერთდროულად მიმართავს სახელმწიფოს და ეტყვის, რომ ჩაერიეთ, რადგან ფასები, რომელიც არსებობს ბაზარზე, მიუღებელია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მწარმოებლისთვის. მაგალითად, ევროპაში როგორ ხდება საბაჟო გადასახადებით იმპორტს აძვირებენ, რომ დაიცვან თავიანთი ფერმერები თუ მრეწველები და სამაგიეროდ აქედან ამოღებული თანხით ეხმარებიან ექსპორტიორებს. არის თუ არა ეს სახელმწიფოს ჩარევა? ასე ჩვენი სახელმწიფოც ერევა, იმიტომ რომ აწესებს ტარიფს იმპორტულ პროდუქციაზე და ეს აბსოლუტურად სწორია. შემდგომ დაწესებული ტარიფის შემდგომ იმის გამო რომ დაიცვას თავისი მწარმოებლები, ასევე აწესებს საიმპორტო კვოტას. მონოპოლიის წინააღმდეგ რომ მიმართოს გარკვეულ ქმედებებს სახელმწიფო, ჩარევა იქნება თუ სწორი პოლიტიკა? არა, ნახეთ, სწორი პოლიტიკაა და სემეკი იმიტოა შექმნილი, რომ მონოპოლიებს დიახ მიხედოს და მონოპოლიებთან ფასების დადგენაშიც მიიღოს მონაწილეობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მონოპოლიებს არ მისცეს უფლება განსაკუთრებული ზემოქმედება განახორციელონ მოსახლეობაზე და მომხმარებელზე. ფარმაცევტიკა სემეკი არ ეხება, ბანკებს სემეკი არ ეხება. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამაში. ნახეთ, სემეკს ეხება მონოპოლიები, ოლიგოპოლიები შესაბამისად, იმიტომ რომ ის ერთგვარი მონოპოლია. 2-3-4 თქვა. ბანკია მონოპოლისტი. 5-6 ფარმაცევტიკური კომპანიაა და ის. სად არის სახელმწიფო ამ დროს? ნახეთ, გვაქვს ხალხის სახელმწიფო თუ არა ასეთი. რასაკვირველია სახელმწიფო არის ხალხის, ხალხს უნდა ემსახურებოდეს, რამდენად ახერხებს და რამდენად აგვარებს ამ საკითხებს ეს უკვე ეტყობა გარემო პირობებს. ის რომ ქვეყანაში რამდენიმე ბანკია, რამდენიმე ფარმაცევტული ორგანიზაცია და რამდენიმე რაღაცა დაწესებულება, რომელსაც შეუძლია წარმოება რომელიღაცა განსაკუთრებული პროდუქციის, ეს საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რასაკვირველია და კონკურენტულ ბაზარზე, როგორც მოგახსენეთ, ეს ძალიან ადვილად მოსაგვარებელია. მონოპოლიების შემთხვევაში თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ დიახ, სახელმწიფო სემეკის მეშვეობით ამას უნდა ახორციელებდეს. ხორციელებდეს, მაგრამ ეთქობა არც იმათ არც ხელისუფლებას არ აწყობსო მათ ებრძოლოს.